გამარჯობა ჩემო განათლებულო ერო. დიდი აჟიოტაჟია ეხა ატეხილი გპ-ის და უნივერსიტეტის ამბავზე და მოდი ერთად განვიხილოთ ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ და თქვენ კომენტარებით მიუწერეთ. 99 წელს ჩავაბარე, მაშინ ერქვა ჟარგონზე ერქვა გპ-ი. ქართულად სპი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ხოდა მერე უცბად გახდა ტექნიკური უნივერსიტეტი. არავის არაფერი არ უთქვამს ამაზე. გპ-ი ერქვა ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. კაი. გპ-ში ყოველთვის ამზადებდნენ ინჟინერებს. ხოდა მერე დაემატა, რა ვიცი მე ლამის კონსერვატორია, რაღაც გინეკოლოგიური, უცხოენები, სტომატოლოგია, ყველაფერი, ინჟინერების გარდა ყველაფერი. დაემატა. ეხლა გადაწყვიტეს, რომ გპ-ი და უნივერსიტეტი უნდა შეერთდესო რა. შეერთებით ხა ფიზიკურად ხო ვერ შეერთდება და ერთი სახელი დაერქმევა და არიქაო, აიმე და ერთი ამბავია და ეხა ბავშვები გაიყვანეთ რაღაცა უძველობა უნდა თქვა რა. ყლეზე არაკიდიათ ეხა გპ-ის რა ერქმევა. პლეხანოს ხო მაინც პლეხანოს ეძახით არა და გპ-ის მაინც გპ-ის დაუძახებ რა. მთავარია იქ რას ასწავლიან რას. ხა ჩვენ რო დავამთავრეთ მაშინ ბნელ წლებში საგნები უნდა გესწავლა და ისე უნდა ჩაგებარებინა გამოცდა. ეხა ზოგიერთი გამოცდა ბარდება ეს ვის უნდა 20,000 რო ა ბ c d და რომელიღაც ბ პასუხს მოარტყავ და შემოხაზა სწორია. ხო მთავარია როგორ გასწავლიან და ყლეზე არაკიდია რა ქვია. ეხა ატეხეს ერთი ამბავი. ეხა ამის რექტორი შეიძლება იმის რექტორი აღარ გახდეს, გაიგე და ვიცე რექტორი იყოს და აუ ხო კარგად ახართ ისე რა. გპ უნივერსიტეტი რა მნიშვნელობაა გაფიცებ რა.